სასამართლო მასალების მიხედვით, ლაშა პაპაშვილის კომპანია ყვარლის ბაგა 2018-19 წლებში ერთი წლის განმავლობაში ყიდულობდა ჩირინესგან ქათმის კინტლს და მეწველ ძროხებს აჭმევდა. ერთი წლის თავზე კი ჩირინეს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. ჩირინეს ნაკელმა საქონელი დამიხოცა. ქათმების ფერმის მფლობელმა თითქმის 5 მილიონი ლარის ზარალი მომაყენაო. ყვარლის ბაგის მტკიცებით ნაკელში ანტიბიოტიკი იყო, რის გამოც 200-მდე ძროხა მოუკვდა და რამდენიმე ათეული ტონა რძე გაუფუჭდა. 2020 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის სარჩელი დაუსაბუთებლად ჩათვალა. მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ პირუტყვი ნაკელის გამო დაიხოცაო. ამ გადაწყვეტილებიდან თითქმის 4 წელიწადში ლაშა პაპაშვილმა სარჩელი ხელახლა შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუსტად იგივე მოთხოვნებით. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა დავა 7 თვეში დაასრულა და ჩირინეს პაპაშვილის სასარგებლოდ 4,7 მილიონი ლარის გადახდა დაავალა. რადიო თავისუფლებამ საქმის მასალები შეისწავლა. ესაუბრა დარგის სპეციალისტებს, იურისტებს და გაარკვია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.